ვლადიმირ პუტინის ვიზიტი პეკინში ძირითადად ნაჩვენები იყო კადრებით, სადაც სი ძინპინი მას წითელ მოედანზე ხვდება, ხოლო ჩინელი ბავშვები ჩინეთსა და რუსეთის დროშებს აფრიალებენ. მაგრამ კულისებს მიღმა ამ სამიც ორი განზომილება ჰქონდა. ერთი მხრივ ვლადიმირ პუტინმა და სი ძინპინმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას მრავალპოლარული სამყაროსთვის ერთობლივი მუშაობის შესახებ. ხოლო სი ძინპინმა ღია დაიწყო დონალდ ტრამპის და მისი ეროვნული უსაფრთხოების მიდგომის კრიტიკა. მივიდა იქამდე, რომ სი ძინპინმა საჯაროდ განაცხადა, რომ ანტისარაკეტო თადოცის პროექტი ოქროს გუმბათი, რომელსაც დონალდ ტრამპი იწყებს, პირდაპირ საფრთხეა ჩინეთისასა და რუსეთისთვის. მეორე მხრივ, სი ძინპინმა კვლავ უარი უთხრა ვლადიმირ პუტინს გაზის პროექტ სიბირის ძალა 2-ის განხორციელებაზე. უარი თქვა ვაჭრობის საკითხების დანხილვაზეც კი და მთლიანობაში არც ერთი ახალი ეკონომიკური შეთანხმება არ გაფორმებულა. სამაგიეროდ რუსეთმა გამოაცხადა ახალ ფასდაკლებაზე, ჩინეთისთვის გაზზე. და იმაზე, რომ რუსები ახლა უფრო მეტ ჩინურ ქათამს შეჭამენ. ასევე რუსეთი ახანგრძლივებს უვიზო რეჟიმს ჩინელებისთვის და პეკინს სთხოვს კრედიტს ირანსა და ავღანეთამდე გზის ასაშენებლად. საერთოდ ამ პუტინისა და სი ძინპინის სამიტიდან ჩინეთი მოგებაშია, ხოლო რუსეთს ისე მხოლოდ დასავლეთის შესაშინებლად იყენებენ. თუმცა ზოგიერთი ასპექტი მაინც იწვევს შეშფოთებას. მოდით შევაჯამოთ. ჩვენ თვითონ სხედვართ აქ. ეს სი ძინპინისა და პუტინის შეხვედრა ამ გამოშვებაში. ჩემი სახელი ალექსეი პიჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი, დაალაიქეთ გალაიქოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი. და მეგობრებო, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pichi News-ი, ბული აღწერაშია ამ ვიდეოს ქვეშ. ასევე აღწერაშია მული Pichi News-იც. ეს არის უკრაინულენოვანი YouTube არხი, ამიტომ თუ გსურთ ჩემი ცალკეული გამოშვებების ყურება უკრაინულ ენაზე, აუცილებლად გადადით, გამოიწერეთ და დაუჭერეთ მხარი სრულიად ახალ, მხოლოდ უკრაინულენოვან YouTube არხს. მოდით ახლა ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ. 4 შაბათს პეკინში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა რუსეთთან ურთიერთობები ძალად და სიმშვიდედ დაახასიათა. ქაოსის ფონზე რამდენიმე დღის შემდეგ მასპინძლობისა აშეჩეშის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის. სი ძინპინმა მიანიშნა გამწვავებულ საერთაშორისო ვითარებას და ირიბად გააკრიტიკა აშეშოში. შემდეგ მოჰყვება სი ძინპინის ციტატა. საერთაშორისო ვითარება ხასიათდება არეულობისა და გარდაქმნის გადაჯაჭვულობით. მაშინ როცა ერთპიროვნული ჰეგემონიზმი და მსგავსი ტენდენციები შეუფერხებლად ვრცელდება. ამ პირობებში ჩინეთმა და რუსეთმა უნდა გააძლიერონ ყოვლისმომცველი სტრატეგიული კოორდინაცია. უნდა ვაღიაროთ, რომ ვლადიმირ პუტინს სი ძინპინი უფრო თბილად ირევდა ვიდრე დონალდ ტრამპს. შედეგად პუტინმა და სი ძინპინმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას მრავალპოლარულ სამყაროს. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, რომელზეც უფრო დეტალურად შევჩერდები. მაშინვე მოვიყვან ამ დეკლარაციიდან დამახასიათებელ ციტატას. ნეგატიური ნეოკოლონიური ტენდენციები, როგორიცაა ცალმხრივი ძალისმიერი მიდგომები, ჰეგემონიზმი და ბლოკური კონფრონტაცია ძლიერდება. საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტური საყოველთაოდ აღიარებული ნორმები რეგულარულად ირღვევა. გლობალური ინსტიტუტები ეფექტიანობას კარგავს და არსებობს საფრთხე, რომ დავბრუნდეთ ჯუნგლების კანონს. საერთაშორისო ლანდშაფტისა და ძალთა ბალანსის ცვლილებები მსოფლიოში აჩქარებულია. რიგი ქვეყნების ცდელობები ერთპიროვნულად მარტო მსოფლიო კრახით დასრულდა. სახელმწიფოს არსმა გააცნობიერა, რომ საერთაშორისო ურთიერთობების ახალი ეპოქა დადგა. ეს სიტყვები ემის შესახებ, რომ ჩინეთი და რუსეთი ცდილობენ შექმნან ახალი მსოფლიო წესრიგი, სადაც აშშ აღარ იკავებს ლიდერის პოზიციას. დეკლარაციის მიხედვით რუსეთი და ჩინეთი ვალდებულებას იღებენ დაიცვან 4 ძირითადი პრინციპი და იმავესკენ მოუწოდებენ მსოფლიო საზოგადოებას. პირველი, მსოფლიოს გახსნილობა ინკლუზიური და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისთვის. მეორე, თანასწორი და განუყოფელი უსაფრთხოება. ანუ ერთი სახელმწიფოს უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი სხვა სახელმწიფოს უსაფრთხოების ხარჯზე. და აი აქ სი ძინპინი საკუთარ თავს ეწინააღმდეგება. იმიტომ რომ შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინას თავს დაესხა თითქოს და საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სი ძინპინი ეს ძალიან კარგად ესმის, მაგრამ ცპიერობს. მესამე, საერთაშორისო ურთიერთობების დემოკრატიზაცია და გლობალური მმართველობის სისტემის გაუმჯობესება. დემოკრატიზაცია. არც რუსეთი და არც ჩინეთი. ისინი საერთოდ სხვადასხვა მხარეს არიან. და მეოთხე, მსოფლიო ცივილიზაცია. დემოკრატიზებული და ღირებულებებით მრავალფეროვანი. დეკლარაციაში დაგმობილია ბლოკური კონფრონტაცია და სამხედრო ალიანსების გაფართოება. ასევე გამოჩქულია პროტესტი ადამიანის უფლებების გამოყენების წინააღმდეგ, როგორც სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევის საბაბი.
და ისევ კრემლის საკუთარ თავს ფერში ისრის. რადგან რუსეთი ამართლებს თავის ომს უკრაინის წინააღმდეგ თითქოს და უკრაინაში რუსულენოვანთა დაცვის მოტივით, რაც ეწინააღმდეგება დეკლარაციის ამ პუნქტს. მიუხედავად ამისა, ეს სამიტი კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სი ძინპინი რუსეთს დასავლეთის წინააღმდეგ ტარანად აღიქობს. ერთი საქმეა დეკლარაციების ხელმოწერა და სულ სხვაა ომი. და აი ჩინეთი უბრალოდ იღენებს რუსებს ამ დეკლარაციის განხორციელების ცდილობისთვის. თანაც საკუთარ ხელებს სუფთად ინარჩუნებს. მინიდა იქამდე, რომ აშშ-ის დომინირების ერთობლივი კრიტიკისას სი ძინპინმა და ვლადიმირ პუტინმა დაგმეს დონალდ ტრამპის გეგმა მილიარდობით დოლარის გერებულების ანტისარაკეტო სისტემის ოქროს გუმბათის შექმნის შესახებ. შენდეთ ციტატა კრემლის მიხედვით. მხარეები მიიჩნევენ, რომ ამერიკული პროექტი ოქროს გუმბათი აშკარა საფრთხეს წარმოადგენს სტრატეგიული სტაბილურობისთვის. ეს გეგმები სრულად ეწინააღმდეგება სტრატეგიული სტაბილურობის შენარჩუნების მთავარ პრინციპს, რომელიც მოითხოვს სტრატეგიული შეტევითი და სტრატეგიული თავდაცვითი შეიარაღების განუყოფელ კავშირს. აი შემდეგ ჩინეთმა არჩენა როგორ ეკიდება სინამდვილეში რუსეთს. კრემლის მთავარი ოცნება გასადენის ციმბირის ძალა 2-ის გაშვება, ანუ რომ როგორმე მოაწონოს თავი. რუსეთის მთავრობა ბიუჯეტში კიდევ უფრო ამცირებს ჩინეთისთვის გაზის ფასს. იმიტომ რომ ისინი უკვე 10 წელზე მეტია ცდილობენ ამ გასადენის გაშვებას და მაინც ვერაფრით გამოსდით. პუტინმა ჩინელებისთვის გაზის ფასი თითქმის $224-მდე შეამცირა 1000 კუბურ მეტრზე. ეს აუნიშნავ ყველაზე დაბალი ფასია 2021 წლიდან. მიმდინარე წელთა შედარებით ფასი 14-ით შემცირდება და 34%-ით ნაკლები იქნება, ვიდრე სხვა მოხმარებლები გაზპრომის შორეულ უცხოეთში იხდიან. და ეს ფაზაკლება პუტინმა უბრალოდ ასე არ დააწესა. ასე მას სურდა თითქოს მოეთაფლა სი ძინპინი, რომ ის საბოლოოდ დათანხმებულიყო გაზის პროექტის მშენებლობასა და გაშვებაზე. მაგრამ ომის დაწყებიდან მეხუთე და პრეზიდენტობის განმავლობაში 25 ვიზიტი ვლადიმირ პუტინის ჩინეთში კვლავ წარმოუტანა რუსეთს საანტრელი შეთანხმებები ციმბირის ძალა 2-ის გასადენის მშენებლობის შესახებ. პროექტის მიხედვით, რომელიც განიხილება, ეს პროექტი 2015 წლიდან უკვე 10 წელზე მეტია განიხილება და ითვალისწინებს ჩინეთში გაზის მიწოდების ზრდას წლიურად 100 მილიარდ კუბურ მეტრამდე. დარჩა შეუთანხმებელი ნიუანსები. ამის შესახებ განაცხადა პრეზიდენტ პუტინის პრესდივანმა დმიტრი პესკოვმა დიქტატორისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინის მოლაპარაკებების შემდეგ. პეკინში პუტინმა თან წაიყვანა მრავალრიცხოვანი დელეგაცია, მათ შორის 5 ვიცე-პრემიერი, 8 მინისტრი და უმსხვილესი კორპორაციების ხელმძღვანელები, მათ შორის გაზპრომისა და როსნეფტის. და ვიზიტის დროს მან ისაუბრა რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობის უსაზღვრო პერსპექტივებზე და დაფიძდა ჩინეთს ნავთობის, ქვანახშირისა და გაზის უწყვეტად მიწოდებას. მოლაპარაკებების შედეგად მოსკოვმა და პეკინმა ხელი მოაწერეს სულ 40 დოკუმენტს, მაგრამ ნუ შეგაცდენთ ეს რიცხვი. ცოტა მოგვიანებით მოგიყვანთ მაგალითებს ამ 40 დოკუმენტიდან. მაგრამ საინტერესო ის, რომ არც ერთ ამ დოკუმენტში არ არის ნახსენები არც გასადენი, ციმბირის ძალა 2 და არც ნავთობისა და გაზის სფეროში თანამშრომლობა. ახალი გასადენის მთავარი დაბრკოლება, რომელიც სასიცოცხლოდ ჭირდება ევროპული ბაზრის დაკარგვის შემდეგ გაზპრომს, სწორედ გაზის ფასი. მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა უკვე შეამცირა ფასი ჩინელებისთვის, პეკინი კიდევ უფრო მეტ ფასდაკლებას ითხოვს, თითქმის იმ დონემდე, რაც რუსეთშია. გაგახსენეთ, რომ რუსეთი შიდა ფასებს სუბსიდირებს. ეს დაახლოებით $40. 1000 კუბურ მეტრზე მასშტაბების გასაგებად კიდევ ერთ ციფრს დავამატებ. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე, როდესაც რუსეთმა უკრაინას შეუტია, რუსეთი ევროპას გაზს 12 ჯერ უფრო ძვირად ყიდდა. მაგრამ პუტინს, რა თქმა უნდა, მიღწევებიც აქვს ამ სამიტის შემდეგ. მაგალითად, ეხლა რუსები ჩინურ ქათმის ხორცს მოიხმარენ. 40 ხელმოწერილი დოკუმენტიდან ერთ-ერთში მაგალითად საუბარია იმაზე, რომ რუსეთი გეგმავს ჩინეთიდან ცხოველური და მცენარეული პროდუქციის შესყიდვების გაზრდას. კერძოდ იაფი ქათმის მკერდის ხორცი ჩინეთიდან, სადაც ეს ქათმის ნაწილი უბრალოდ არ ფასობს რაციონში. ის მეორე ხარისხოვნად ითვლება. ამიტომ ამ ნარჩენის მასობრივად გაკიდვა ჩინელები მზად არიან რუსეთში. კიდევ ერთ 40 დოკუმენტიდან საუბარია იმაზე, რომ რუსეთი ჩინეთის შემდეგ გაახანგრძლივებს უვიზო რეჟიმს ჩინელებისთვის 2027 წლამდე. ანუ როგესმოდეთ 40 დოკუმენტია, მაგრამ მათი ნაწილი ესეთ საკითხებს ეხება. და კიდევ ერთი დოკუმენტი, აი პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრის აპოგეა. ანუ რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის მარატ ხუსნულინის თქმით, რუსეთი მათხოვრობს და სი ძინპინს ფულს თხოვს კასპიის ზღვის გასწვრივ ავტომაგისტრალის ასაშენებლად ირანამდე და შემდეგ სამხრეთ აზიის ქვეყნებში. რადგან შეგახსენებთ, დანარჩენი მსოფლიო რუსებისთვის დახურულია უკრაინის წინააღმდეგ ომის შემდეგ. აქ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ.
გამოიწერეთ არხი, დააცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიცილეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის ხარდაჭერა, შეგიძლიათ ფინანსურად დაეხმაროთ ნებისმიერი შემოწირულობით, ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბმულებითა და რეკვიზიტებით, ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდით. გახსენებთ, გამოიწერეთ ჩემი უკრაინულენოვანი YouTube არხი, ბმული მასეც ამ ვიდეოს აღწერაშია. ამით დავასრულებ, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას ნახვამდის.